არ გამოვა. ჩვენ მზად მოსული ვართ აქ იმისათვის, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადავცეთ ქონების ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია მოსამართლის ბრძანებით. Ერთ-ერთი ჩვენი მიზანი არის მოვახდინოთ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა იმისათვის, რომ შემდეგ არ შეიქმნას რაიმე ტიპის გაუგებრობა. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ ხორციელდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. არ არის ინტერპრეტაცია. როგორ ეკადრება, როგორ არის ინტერპრეტაცია ამასთან დაკავშირებით რეალურად არ არსებობს. მე ვიცი პრეზიდენტის ბრძანებულება. თუ ფორმა არ არსებობს, ეს არის არასრულებლების ხარვეზე. არა, თავარი ერთი რაღაცაა რა. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას და გთხოვთ, რომ ვიმოქმედოთ იმის თანახმად, სანამ მე ვთვლი ამ წუთას, მანამ სანამ არ მეტყვის უფლებამოსილი. ვინ არის? არა, პატრული ძალით ხო არ იმას ვიზავთ. არა, ძალით აღჭურვილმა უნდა მითხრას, იმიტომ რომ ნებით აღჭურვილს გეუბნებით რა. რაში ბატონჩები, ძალით აღჭურვილში. ძალით აღჭურვილი არის ის, რომელიც მეტყვის, რომ იცი რა, შენ ახლა თუ არ გახვალ აქედან. ანუ ნორმის განმარტება. არა, ნუ რა უქნათ. არა, თუ არ ნორმის განმარტება არ მჭირდება, ნორმა არის ერთმნიშვნელოვანი წერია, რომ როდესაც არის საგანსახადო კოდექსზე საუბარი, არ არის იქ საუბარი მოძრავი ქონებაზე მარტო. საუბარია ყველა ქონებაზე, რომელშიც ეს უძრავი ქონება. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არ უნდა გააფორმოთ მიღება-ჩაბარების აქტი, მე არანაირი არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ მაქვს. წავიდე მანამ სანამ არ გაკეთდება მიღება-ჩაბარების აქტი, მოდით დაუძახოთ პატრულს, რომელიც მეტყვის მე რომ იცი და შენ ამ შემთხვევაში ხელს უშლი სახელმწიფო ადმინისტრაციული წარმოების შესრულებას და დიდი სიამოვნებით თუ ასეთი რამე მოხდება, მე წავალ და ვიქნები მშვიდად რა. ფარები ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე მოძრავი ქონება არ ყოფილა და არც არანაირ ინციდენტს ადვილი არ ქონია. ამუკა გასაღები მიეცით. ვაშენებია ბატონო. გასაღები ბურთკაში არის. ბატონო თემუზ, ვაშენებია და გასაღები ერთია? გასაღები მე გაძლევთ თქვენ ამის გასაღებს, იმიტომ რომ შენობა რა არ არის. რაიმე პრეტენზია არსებობს შენობითად მართლა. გასაღები არის ერთი სახლის საჯარო რეესტრში თვითმმართველზე არის დარეგისტრირებული სააგარაკო ნაწილი და მიღებულია გადაწყვეტილება მერიის მიერ, რომ აქ განთავსდეს წყნეთის მუსიკალური სკოლა. ჩვენ ამოვედით, რომ უკვე ხვალიდან შემოვიყვანოთ ეს სკოლა, შესაბამისად ამოდანილი გვაქვს ინსტრუმენტები, მაგრამ არის გარკვეული რაღაც წინააღმდეგობა ჩვენთვის გაურკვეველი, ვფიქრობთ, რომ პროვოკაციული, რამდენადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, უკვე დღეიდან ეს ნაკვეთი დარეგისტრირებული არის თვითმმართველზე. ეკონომიკის სამინისტრომ დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად აღნიშნული ტერიტორია და ქონება და გადაეცა დადგენილი წესის შესაბამისად თვითმმართველ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. რა თქმა უნდა, ადგილი აქვს მოსამართლის ბრძანების დარღვევას, ამ შემთხვევაში საუბარია 3 მილიონ დავალიანებაზე ხელოვნურზე, ახლა ამას არ განვიხილავთ, მაგრამ 3 მილიონ დავალიანებაში, როდესაც მოსამართლე ამბობს, რომ არ შეიძლება 3 მილიონზე მეტი ქონების დაყადაღება და გაყიდვა და კონკრეტულად სახელმწიფო ჩინოვნიკი ხელს აწერს ყველა ამ ქონების ჩამორთმევას, ეს არის ექსპროპრიაცია, პოლიტიკური დევნა, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ სასამართლოში ქართულში გავასაჩიროთ, თუმცა მთავარი სასამართლო იქნება სტრასბურგში, სადაც ეს თემა უკვე დაწყებულია და იხილება და მასზე პრიორიტეტის მინიჭებაც, როგორც მე ვიცი, არის გადაწყვეტილი.